მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. ჯაშობის ბრალდები დაკავებული გიორგი უძილაურისთვის მოსამართლემ დღეს საღვკვეთის ღონისძიება უნდა განსაზღვროს. პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს. ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ოფიციალურად ბრალი გუშინ წაუყენეს. მისმა ადვოკატმა ეგრეთ წოდებული მოდულის შენობა, სადაც დაკავებულია მოთავსებული, გვიან ღამე დატოვა. სულსეს ინფორმაციით უძილაური უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სადაზვერო ხასიათის ინფორმაცია სისტემატურად გადასცემდა. გამოძიების მტკიცებით ის ასევე მუშაობდა საინფორმაციო პლატფორმების შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც მედიის წარმომადგენლების გადაბირებას ცდილობდა. კურიერმა კიდე ადგენა, რომ ქვეყანა, რომლის სასარგებლოდაც უძილაური მუშაობდა, ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოა. ბრალდებული იყენებს დუმილის უფლებას, რაც ნიშნავს, რომ არ ცნობს თავს დამნაშავედ. საქმეს აქვს გრიფი სრულიად საიდუმლო და საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას. უძილაურთან მიმართებით დაწყებული სამართლებრივი პროცესის დასრულების მოლოდინში არიან პოლიტიკოსები. მმართველგუნდში ამბობენ, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იმოქმედებს, კანონით შესაბამისი პასუხი გაეცემა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებით აქტიურია სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანების გამოვლენასა დაკავებაში, რა თქმა უნდა, თითეული ასეთი ფაქტი არის ძალიან სევდიანი და შემაშფოთებელი, თუმცა როდესაც საკუთარი ქვეყნის ღალატზე მიდგება საქმე, აქ არ შეიძლება რომ რომელიმე ადამიანით ან რაღაც მისი პიროვნული ფაქტორით ვიმსჯელოთ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ წავა, რა თქმა უნდა, არის პასუხისმგებაში მისაცემი. სამწუხაროა, როდესაც ხედავთ სავარაუდო მოცემულობას, სადაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მაღალი თანამდებობის პირები, თანამშრომლობენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან, აწვდიან მას ინფორმაციას. ეს არის ძალიან სამწუხარო მოცემულობა. მონტენეგროში დღეს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების პირველი სამიტი იხსნება. მთავარი თემა საპარლამენტო დიპლომატია და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა. ისტორიულ ფორუმში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სამიტში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგით არის ჩართული და გეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა. დღის წესრიგშია სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრებიც. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ შევხვდეთ მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ალბანეთის, ბოსნიის პარლამენტის თავმჯდომარესთან გაიმართება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები. ზოგადად საქართველოს უმნიშვნელოვანესია ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეისთან თანამშრომლობა, ეს არის ისტორიული თანამშრომლობა, მოგეხსენებათ ყოველთვის ჩვენ აქტიური ვიყავით ამ მიმართულებით და ამ ფორმატ ჩვენ გამოვიყენებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის ინტერესები დავიცვათ, ჩვენი ევროპელ პარტნიორებთან იმ მიმდინარე საკითხებზე ვისაუბროთ, რა დღეს ხდება რეგიონში. დღეს რეგიონს აქვს ძალიან დიდი გამოწვევები. თურქმენეთში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვიზიტი დაიწყო. დაგეგმილია მარიამ ქრუიშვილის შეხვედრები თურქმენეთის ხელისუფლების პირველ პირებთან. გარდა ამისა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თანათავმჯდომარის რანგში საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მეხუთე სხდომას წარუძღვება. უკრაინას საქართველოს შორის ბოლო პერიოდში ურთიერთობის დადებით დინამიკაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სატელევიზიო ეთერში. მაკა ბოჭორიშვილმა დაადასტურა მის უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო კომუნიკაცია და მომავალში დაგეგმილი შეხვედრის შესახებაც ისაუბრა. უკრაინული მხრიდან წამოსულ შეთავაზებებს თბილისში მიესალმებიან. ნამდვილად რაღაც გააქტიურდა უკრაინული მხარე საქართველოსთან კომუნიკაციაში. დღესაც შედგა ჩემი სატელეფონო საუბარი ჩემს კოლეგასთან და ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ ურთიერთობას, საუბარს. მართლაც არის საკითხები, რომელიც დაგროვილია დღის წესრიგში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უკრაინული მხარე საქართველოს და ქართულ საზოგადოებას მოდით ასე ვთქვათ, სოციალური ქსელებით ესაუბრებოდა და თან არც თუ ისე სასიამოვნო გზავნილები გვესმოდა, რაც
შეუძლებელია რომ გადავდოთ გვერდით და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ის რომ ერთი რომ ინიციატივა მოდის უკრაინული მხარისგან რომ დავსხდეთ და ვისაუბროთ საკითხებზე ეს რა თქმა უნდა უკვე შეიძლება განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდანაც მნიშვნელოვანია რომ ამ წლების განმავლობაში გარკვეული საკითხები რაც დაგროვდა ურთიერთობებში იყოს უკრაინული მხარისგან სწორად გაგებული ისე როგორც გავიგეთ ჩვენ ქართულმა საზოგადოებამ საქართველოს ხელისუფლებამ და გავაგრძელოთ ურთიერთობა ჩვენ შევთანხმდით რომ ცოტა ხანში გვექნება შეხვედრა და შევძლებთ ყველაფერზე მსჯელობას რაც შეიძლება რომ გაკეთდეს იმისთვის რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები დაბრუნდეს ნორმის ჩარჩოებში კიდევ ერთი თემა, რაზეც მაკაბო ჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა, საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობა. ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ საქართველოში დღეს ელოდებიან სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს. კიდევ ერთი დელეგაციის ვიზიტი კი თვის ბოლოსკენ იგეგმება. ბოჭორიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობა უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ველით ამერიკის შეერთებული შტატებიდან დელეგაციებს ამ კვირაში ჩვენ გვექნება სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი ხვალდაზეკ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ კიდევ ერთხელ შევეხოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს სად ვართ, სად ვდგავართ და რა არის ასე ვთქვათ ჩვენი სამომავლო გეგმები მაისის მეორე ნახევარშიც იგეგმება კიდევ ერთი ვიზიტი, რომელიც კიდევ უფრო სიღრმეებში, ასე ვთქვათ, წავა და მეტად უფრო სიღრმეებში განვიხილავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს. ერთ სიტყვით, გარკვეული დინამიკა არის და ნახოთ, მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრად უფრო შინაარსიანი და პოზიტიური იქნება, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში ვიხილეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. ამერიკული გამოცემები Newsweek და Forbes-ი თბილისში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის თბილისი დაუნთაუნის შესახებ ახალ დეტალებს აქვეყნებენ. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება $2 მილიარდ შეადგენს და ის დედაქალაქის ცენტრში დაახლოებით 600,000 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. მულტიფუნქციური კომპლექსი სულ 6 ნაგებობისგან შედგება, გაერთიანებს ბიზნეს სივრცეებს, სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებსა და კვების ობიექტებს. პროექტის არქიტექტურაზე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Gensler მუშაობს. ამერიკული გამოცემები აღნიშნავენ, რომ კომპლექსის ცენტრალური ნაწილი Trump Tower თბილისი იქნება 70 სართულიანი ცათამბჯენი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ პარკს გადაჰყურებს დასრულების შემდეგ საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა გახდება. პროექტი შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საოჯახო კომპანიის ლიცენზიით ხორციელდება. UFC-ის ტურნირის მონაწილეებს უმასპინძლა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, მათ შორის იყო ილია თოფურია. ქართულ სპორტსმენსა და ამერიკის პრეზიდენტ შორის შედგა მცირე საუბარიც. UFC-ის ტურნირის მონაწილეების თეთრსახში მიწვევა 14 ივნის თეთრი სახლის წინ UFC-ის საჩვენებელ ტურნირს უკავშირდება. ამ დღეს ამერიკის დროშის დღე აღინიშნება, თარიღი ემთხვევა დონალდ ტრამპის დაბადების დღესაც. დონალდ ტრამპმა ტურნირის დეტალებზე ისაუბრა, წარმოადგინა საპროექტო ფოტოებიც თუ როგორ განთავსდება ოქტაგონი თეთრი სახლის ტერიტორიაზე. შეხვედრაზე სპორტსმენებს შორის იმყოფება და UFC-ის ასევე გამორჩეული მებრძოლი ალექსანდრე თოფურიაც. 14 ივნის დიდი ბრძოლა გველოდება, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა და არც განმეორდება. აქ საუკეთესოები შეიკრიბნენ, ჩემს ზურგს უკან 4 უძლიერესი მებრძოლი დგას და თითოეული მათგანი ჩემპიონია. ეს ყველაფერი პირდაპირ თეთრი სახლის წინ მოხდება, როცა ნამდვილ მებრძოლებზე ვსაუბრობ, სწორედ ასეთ ხალხს ვგულისხმობთ. აი ილია თოფურია, მასზე ამბობენ, რომ მასზე ხისტი და დაუმარცხებელი არავინ არისო. მოკლედ, შენ განსაკუთრებული ხარ. It's pretty much, I mean, that's it. Very special. ეს სპორტის ისტორიაში უდიდესი მოვლენაა. მინდა მადლობა უთხრა უფალს ამ მშვენიერი დღისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ საკუთარ თავზე გამოვცადო. თუ რას ნიშნავს ოვალურ კაბინეტში ყოფნა? ეს ყველაფერი საოცარია, მადლობა ამ შანსისთვის. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა თუ ასეთი უშუალო და კეთილგანწყობილი იქნებოდით. ო, ჩემზე მცდარი წარმოდგენა აქვთ შექმნილი. თავს როგორ გრძნობ? ძალიან კარგად. გამარჯვების რა შანსები გაქვს? საკუთარ გამარჯვებაში 100% ვარ დარწმუნებული. სწორედ ამიტომ ხარ აქ და მათაც სჯერათ შენი. გსურს რაიმე დაამატო? იმედი მაქვს, ჩემი მეტოქეც ასევეა დარწმუნებული, ეს ბრძოლას დაუვიწყარს გახდის. ეს ნამდვილად შტამბეჭდავის ანახაობა იქნება.
UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს ილია თოფურიას უმასპინძლა ვაშინგტონში საქართველოს საელჩომაც. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თამარ ტალიაშვილი წერს და შესაბამის ფოტოებსაც ავრცელებს. საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ვიზიტისას ქართველ სპორტსმენს სიმბოლურად გადასცეს ძველ კოლხური ქამრის ბალთა. ჯერა ის მომავალ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვებისა და მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვის სიმბოლური ნიშანი იქნება, აღნიშნავს ტალიაშვილი. კურირაცაძე ამი დასრულებულია. დღის ახალი ამბების ნახვა ვცლად ჩვენს ვებგვერდზე შეძლებთ. რუსთავი 2 ეთერს კი ბიზნეს სიახლეებით სოფო ხანაშვილი განაგრძობს. მოგესალმებისო. დილამშვიდობის